ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, ჯანმრთელობასა და მის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ვისაუბრებთ. თანხმდებით, რომ თანამედროვე ბიზნეს გარემოში თანამშრომლობის კეთილდღეობა მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობა აღარ არის, ის კომპანიების სტრატეგიული პრიორიტეტი და კონკურენტუნარიანობის ნაწილი ხდება და სწორედ ამიტომ დღეს ყურადღებას გავამახვილებთ ჯანმრთელობის დაზღვევაზე, როგორც ბენეფიტზე, რომელიც გავლენას ახდენს თანამშრომლობის მოზიდვაზე, შენარჩუნებაზე და მათ შორის სამუშაო გარემოს ხარისხზე. სემანტიკა შეუღია. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯანმრთელობის დაზღვევა, როგორც იმბძანა, ბენეფიტი დღეს ბიზნესისთვის გამორჩეულად დიდი გამოწვევაა და ამ გამოწვევებს შორის უმთავრესი მაინც თანამშრომლების შენარჩუნებაა. გადინება ფაქტია, რომ მისდება კონკურენცია ტალანტების მოზიდვაზე, რბილად რომ ვთქვა, ძლიერდება და სწორედ ამიტომ კომპანიები სულ უფრო მეტად და მეტად ფიქრობენ, რა არის ის რეალური უპირატესობა, ბენეფიტები, რომელიც თანამშრომელს არა მხოლოდ მიიზიდავს, არამედ კომპანიასთან გრძელვადიან კავშირსაც შექმნის. ხო, და ამ დროს სულ უფრო აქტუალური ხდება ჯანმრთელობის დაზღვევაც, როგორც სტრატეგიული ინსტრუმენტი, რამდენად არის დღეს ჯანმრთელობის დაზღვევა კარგი ინვესტიცია კომპანიებისათვის და რა არის კარგი ჯანმრთელობის სადაზღვევო პოლისი და რა ტენდენციები არის მათ შორის ბაზარზე. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს. ჩვენს დღევანდელ სტუმრებთან ერთად საქმე ინდილას ეთერს შემოვერთდა ნინო ნოღაიტელი, სადაზღვევო კომპანია ბენეფიცის სამედიცინო დირექტორი, ასევე საქმე ინდილას სტუმრობს ლიკა ჩიკოგიძე, სადაზღვევო კომპანია ბენეფიცის კომერციული დირექტორის მოადგილე და ასევე მარიამ ჩოკოვაძეს უმასპინძლობთ კომპანია FS საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორს. და სანამ საუბარს დავიწყებთ, მოდი მე ჩემგან გეტყვით, რომ ბენეფიცი რამდენიმე დღეში 2 მარტს გახსნის სრულად ახალ პრემიუმ სერვის ჰაბს და ის რაც ასევე შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ BMG აუცილებლად გაჩვენებთ ამ ახალ სივრცეს, იქიდანაც მომამზადებთ სიუჟეტს, რომ საქმიანები ყოველთვის საქმის კურსში იყოთ და მანამდე კი ახალ თემას, ახალ ჰაბზე საუბარსაც მოვასწრებთ. იქამდე სხვა თემები, ის თემები, რაც დავანუს. მოგესალმებით, დილამშვიდობის. მადლობა მობრძანებისთვის. მადლობისთვის. რაზე ვსაუბრობთ? რა ჯანმრთელობის დაზღვევის რა ბენეფიტებზე ვსაუბრობთ დღეს? დღეს ვსაუბრობთ კომპანიების საჭიროებებზე, მათ ინვესტიციაზე, ადამიანურ რესურსებში იდება ეს ინვესტიცია და არ არის მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა, არამედ ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან, თანამშრომლებისთვის, ჯანმრთელი თანამშრომლის ყოლა კომპანიაში, ჯანმრთელი თანამშრომელი ნაკლები გაცდენილი დღეა კომპანიისთვის, თანამშრომლებს ასევე აქვს შესაძლებლობა დაასრულონ მათი ოჯახის წევრები და ესეც გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობაა კომპანიისთვის, რადგან თანამშრომელი არ ზრუნავს მათი ოჯახის წევრების ფინანსური ჯანმრთელობისთვის საჭირო ფინანსური სახსრის მოძიებაზე, მით უმეტეს დღევანდელ დროს, როდესაც ჯანმრთელობის დანახარჯები მკვეთრად იზრდება. და ბედნიერი თანამშრომელი შენარჩუნების გზები არის ერთ-ერთი ალბათ ჯანმრთელობის დაზღვევის ქონა და კარგი პროდუქტი. დიდი პაუზა გვაქვს მედია ურთიერთობაში და უნდა ვისარგებლოთ თქვენი აქ ყოფნით და ერთ-ერთი წამყვანი სადაზღვევო კომპანიის სამედიცინო დირექტორთან ესეთი კითხვა. კულტურა როგორ იცვლება სამედიცინო დაზღვევის მიმართ? არის თუ არა ის ცალსახად მზარდი? მე არ მინდა მხოლოდ სტატისტიკა გამოვიყენო, რომელსაც ზუსტად ისევე ვიყენებ, როგორც მომხმარებელი, როგორც თქვენ, მაგრამ თქვენ ბიზნესში ხართ ჩართული, ხართ კომპანიის ტოპ მენეჯერი და უფრო მეტად გრძნობთ მომხმარებლებისგან ამ დინამიკას, ემოციურ დონეზეც და ბიზნეს დონეზეც. კულტურა, დაზღვევის კულტურა მართალია დიდი ტემპით არა, მაგრამ საქართველოში მზარდია. მზარდია, განსაკუთრებით ჯანმრთელობის დაზღვევის მიმართულებით. განსაკუთრებით, არ ვიცი, რამდენად კარგი ფაქტორია, თუმცა COVID პანდემია აღმოჩნდა რაღაც გარდამტეხი გარკვეული კომპანიებისთვის, იმიტომ რომ მაშინ დადგა ზუსტად აი ამ დაზღვევის საჭიროება და თანამშრომლებისთვის მისი შეძენის აუცილებლობა. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ყველა კომპანია ესე პასუხისმგებლობით უდგება. ყავს კომპანიები, რომლებიც წლები აყიდულობენ ჩვენთან ჯანმრთელობის დაზღვევას და სარგებლობენ ჩვენი სერვისებით. ამ წლების განმავლობაში მუდმივად უმჯობესდება და ბაზარი ამას ითხოვს, მუდმივად მარიამიც დამეთანხმება, კომპანია ძალიან ბევრი წელია ჩვენთან დაზღვეული და ვერ შევადარებთ იმდენად გაუმჯობესებულია პროდუქტი არ მოიცავს ხო მარტო დაფარვების ხილს, ის არის მის უკან მდებარე პირობები და
შესაბამისად, მეტი და მეტი კომპანია ინტერესდება უფრო ხარისხიანი და კარგი დაზღვევით, ამავე დროს არა მარტო ჯანმრთელობის დაზღვევით, ყავს კომპანიები, რომლებიც თავიანთი თანამშრომლებისთვის ყიდულობენ კრიტიკული დაავადებების დაზღვევას, რომელიც საკმაოდ დიდ დანახარჯებთან და დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და მგონია, რომ გარკვეულწილად კომპანიები კიდევ უფრო გააქტიურდებიან, იმიტომ რომ შესაბამისად თვითონ ეს კომპანიებიც უკეთეს პირობებს იღებენ, როდესაც კომპანია აზღვევს თანამშრომლებს, ვიდრე ინდივიდუალურად ეძღვევიან თანამშრომლებს. როგორ მიდის ეფიში საქმეები? ძალიან კარგად ვემზადებით სეზონის გასვლის. კი, სეზონი მოდის ჩვენთვის. თან ბევრი გვექნება წელს სამუშაო, სხვადასხვა ცვლილებები და ისინი. ხო, მაგრამ თემა, რაზეც საუბრობდა ნინო, თეც დაიწყო ნინიმ საუბარი, რომელიც ეხება განწყობა საკადრო თემატიკა მარი, იგივე რომელიც მგონია რომ ყოველთვის ძიმეა. მნიშვნელობა არ აქვს რა ბიზნესში არ უნდა ვიყო. საკმაოდ ძიმე არის დღევანდელი ფონი, როგორც უკვე აღნიშნეთ წინა სიუჟეტებში საკმაოდ შემცირებული არის სამუშაო ძალაც, რაც რეალურად იმას ნიშნავს, რომ კომპანიები უნდა იყვნენ კონკურენტულები. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დაზღვევა აღარ არის უკვე ფორმალური ბენეფიტი, ის არის ნდობა, გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის ერთ-ერთი საფუძველი. ორგანიზაციები ვაცნობიერებთ, რომ ადამიანური კაპიტალი არის ჩვენი მთავარი აქტივი და შესაბამისად მისი დაცვა და მხარდაჭერა ჩვენთვის ერთგვარი კონკურენტობის უნარის შესაძლებლობას გვაძლევს. კი, ნამდვილად ჯანმრთელობის დაზღვევა არის სოციალური პასუხისგებლობა, მაგრამ დღევანდელ დღეს უკვე არის ბიზნესის მდგრადობის ელემენტი. მაგრამ მაინც ვისარგებლებ ხო კომპანიის HR-ის მიმართულების ხელმძღვანელის ყოფნა BMG სტუდიაში და როგორ აისახება ეს ლოიალობაზე, გუნდის წევრის, თანამშრომლის, ანუ კარგი სადაზღვევო პროდუქტი. თქვენ შესავალი კარგი გააკეთეთ, მაგრამ მაინტერესებს ახლა პროცესში. ჩვენ ყოველწლიურად ვაკეთებთ თანამშრომლების კმაყოფილების კვლევას ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტით. შესაბამისად, ვიცით ჩვენ თანამშრომლებს თუ რა საჭიროებები აქვთ და ვცდილობთ ყოველწლიურად ის გავაუმჯობესოთ, როგორც ნინო აღნიშნა, ყოველ წელს უფრო და უფრო მეტად დახვეწილი პროდუქტი გვაქვს. და როდესაც თანამშრომელი გრძნობს, რომ მისი საჭიროებები და მისი ოჯახის საჭიროებები არის, ასე ვთქვათ, წინა ხაზზე კომპანიისთვის, ლოიალურობა იზრდება და გრძნობა აქვს, რომ კომპანია მასზე რეალურად ზრუნავს და ასე ვთქვათ, მოდი ჟარგონს გამოვიყენებ და well-being-ის ნაწილში გადის უკვე. ეს აღარ არის ფუფუნება ჯანმრთელობის დაზღვევა, ჩემი აზრით დღევანდელ დღეს ეს უნდა იყოს ერთგვარი სავალდებულო პროდუქტი. ხო, ერთგვარი გრძელვადიანი კავშირსაც ამყარებს თანამშრომლსა და კომპანიას შორის. რამე კონკრეტული მაგალითიც ხო არ შეგვიძლია მოვიყვანოთ აქვე იმ ფაქტორზე, გავლენაზე, რომელმაც მოახდინა აი თანამშრომლის შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზღვევა. ბატონო, ნუ კრიტიკული არის ზოგადად ჯანმრთელობის დაზღვევა ძალიან რთულ სიტუაციებში, განსაკუთრებით. ქონდა ესეთი შემთხვევა, რა თქმა უნდა, სახელის ხსენება არ შემიძლია, თანამშრომლს ქონდა ძალიან რთული საოპერაციო პროცესები გასავლელი წინ. რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით სამედიცინო ოპერაცია, რაც დღევანდელ დღეს მოიცავს ძალიან დიდ ფინანსურ დანახარჯებს. ჩვენმა სადაზღვევო კომპანიამ უზრუნველყო სრულად დაფინანსება ამ ოპერაციის, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ აღვნიშნე, უნიკალური პაკეტი გვაქვს და ძალიან კონკურენტულები ვართ სადაზღვევო პაკეტის მიმართულებით და სხვა მხრივადაც. შესაბამისად, თანამშრომელი ემოციურად ფიქრობდა, როგორ გამოჯანმრთელებული იყოს სრულყოფილად და ის, რაც არის ფინანსური კალკულაციები, დანახარჯები გახდა მესამე ხარისხოვანი, იმიტომ რომ ეს უკვე დაფარული იყო. მას კომპანია, როგორც მისი დამსაქმებელი გვერდზე ედგა, ასევე სადაზღვევო კომპანია, რომელიც მხარს უჭერდა მის ფინანსურ დანახარჯებს და ოჯახი ფიქრობდა მის რეაბილიტაციაზე. შესაბამისად, ის დროულად დაუბრუნდა სამსახურსაც, რაც ამავდროულად ჩვენთვისაც ძალიან სარგებლიანია, იმიტომ რომ კმაყოფილი თანამშრომელი ავტომატურად აისახება, ასე ვთქვათ. მარიამ, თქვენთან ჩაკითხვა და ნინოს მინდა დავეხმაროს ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში. ეს ერთგვარად სადაზღვევო პროდუქტის მოქნილობას ხო არ უკავშირდება, кейსი, რაც თქვენ მოყევით, იმიტომ რომ ასთან თან გამოარჩიეთ და რამდენად ზოგადად მნიშვნელოვანია, რომ ეს მოქნილობა იყოს სადაზღვევო. მოქნილობა არის ერთ-ერთი პრიორიტეტი დღევანდელ დღეს. მოგეხსენებათ, რომ ყველაზე ძვირადღირებული აქტივი ჩვენთვის ადამიანებისთვის არის დრო.
შესაბამისად, რაც უფრო მოქნილი იქნება ადაპტირებული ნაკლები ბიუროკრატია, მით უფრო ჩვენთვის სარგებლიანი არის ეს სიტუაცია. ზუსტად მოხდა იდენტიფიცირება кейსის, რა პრობლემა იყო, დროული რეაგირება სადაზღვევოს მხრიდან, დაფინანსება ოპერაციაზე სასწრაფოდ შესვლა. შესაბამისად, ეს მოხდა ისე სწრაფ ტემპში, რომ ჩვენ სრულიად მშვიდად ვიყავით და მისი ოჯახის წევრები როგორც თანამშრომლის. ვფიქრობ, რომ ამომწურავი იყო ჩემი მხრიდან. რეალურად ბენეფიტი უკვე 9 წელი ხდება ეხლა რაღაც ერთ თვეში ბაზარზეა და რითაც გამოვირჩეოდით, ერთ-ერთი იყო გლობალური დაფარვები, საერთაშორისო დაფარვები. ეფესის გვისიც ესეთი პროდუქტი აქვს შეძენილი და ზუსტად მათი თანამშრომლების შემთხვევაში ქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ პაკეტზეა საუბარი, ხო, რაც კომპანიებს აქვს. იმის გარდა, რომ ჩვენი პროდუქტი არის ზოგადად და ესეთი უნდა იყოს დაზღვევა, მოქნილი, სერვისი სწრაფი, ამის გარდა არის ინდივიდუალური საჭიროებები. მე და მარიამსაც ძალიან ბევრჯერ გაგვიხილია, პროდუქტი გაუმჯობეს და საჭიროებები სხვადასხვა სპორტსმენებს, საწარმოს თანამშრომლებს, ფინანსურ ინსტიტუტს ერთნაირი დაზღვევა და ერთნაირი პაკეტი ვერ დააკმაყოფილებს. შესაბამისად, ბენეფიცისთვის არ არის ეს ახალი თავიდანვე საერთაშორისო გამოცდილებით შექმნილი პროდუქტი სრულად ადაპტირდა კომპანიების საჭიროებაზე და რეალურად ამდენი კომპანიის პირობებში ალბათ ორი ერთნაირი პროდუქტი შეიძლება ვერც ნახოთ ზუსტად ანალოგიური ჩვენ სადაზღვეო ლიკა ახალ ოფისში როდის გვიმასპინძლებთ? ჰაბში ბოდიში. შეგვიძლია უკვე. როგორც მეგობრები, მაგრამ შემდეგ არაოფიციალურად უკვე. არაოფიციალურად უკვე შემდეგ და ერთი მინდა აღნიშნო, რომ ახალი ოფისიც მიუხედავად ციფრული განვითარებისა ადამიანური ურთიერთობები მაინც რჩება და დაზღვევა ჯანმრთელობის დაზღვევაში ჩვენი პირადი მენეჯერები ყავს ძალიან ბევრი დაზღვევები, რომელსაც ურჩევნია კი. ნამდვილად და ჩვენი კომპანია, ამიტომ ეს ჰაბიც ერთ-ერთი მაგის დამადასტურებელია, რომ ჩვენ ვაგრძელებთ პირისპირ ურთიერთობებს. ცოტა დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მე რაც ძალიან მომწონს თავიდანვე კომპანია ბაზარზე შემოვიდა აბსოლუტურად ონლაინ სერვისებით და ეს არ იყო რაღაც ფეხის აწყობა პანდემიაზე ან ასე შემდეგ. თავიდანვე დაფუძნების დღიდან კომპანიის მთავარი მიზანი იყო, რომ აბსოლუტურად ონლაინ ყოფილიყო ყველა მომსახურების მიღება, იმიტომ რომ კომფორტული, მოქნილი და რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ეს იყო ჩვენი მიზანი. მიუხედავად ამისა, წამოიწია წინა პლანზე მაინც ამ ჩვენი პირადი მენეჯერის მომსახურება, როგორც ძალიან მოთხოვნადმა წლების განმავლობაში და არ კარგავს აქტუალურობას. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა გაჩნდა იმაზე, რომ ხო ეს ჰაბი გაცალკე, როგორც პირადი მენეჯერების სახლი, ასე ვთქვათ. კი, იმიტომ რომ არსებობს ხო აი რაღაც აპლიკაციაც არსებობს, ვებიც არსებობს, ხო. ოჯახის ეკონომები ითხოვენ, რომ პირადი მენეჯერი აუცილებლად იყოს, იმიტომ რომ რაღაცა პირადი ურთიერთობით რაც არ უნდა AI-ით შევცვალოთ ეს ყველაფერი. ვერ შეცვლი ადამიანს, იმიტომ რომ იქით ამ ხარეს თანაგრძნობა გარკვეული ბენეფიტი არის ეგეც. ეგ უნდა მეთქვა, ხო. პირადი მენეჯერი რაღაც ემპათიას გამოხატავს, შენი მეგობარია, გვერდში გიდგას და ანუ არიან ადამიანების კი. და დამატებით არის სამედიცინო განათლების. რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც კარგად ერკვევა ჯანმრთელობის და იცის ზუსტად ის საჭიროებები, მათ შორის მაგალითი რაც მარი მოიყვა. კი ბატონო. ლიკა, რაზე მიდის კიდე მუშაობა? 9 წლის თავზე, როგორც კაპიტან ნინო მძანა, კომპანია განვითარებულია, აქვს უკვე მნიშვნელოვანი პოზიციები ბაზარზე. ბევრი რამ დაზღვევის ინდუსტრიაში 2026-ში შეიცვლება. FS-ისთვის და BMG-ისთვის არ იქნება მარტო საინტერესო წელი, იქნება მთლიანად ბიზნესისთვის საინტერესო წელი და რაზე მუშაობს თქვენი მიმართულება, რომელიც განსაზღვრელია ბიზნესთან ურთიერთობაში? თავარი რაც არის, რა თქმა უნდა, დახვეწაზე, ხო? ანუ გაუმჯობესებაზე, რაღაც ახალი პროდუქტების. დახვეწილები ხართ? კი, პროდუქტი უნდა, ანუ კონკურენცია თუ გვინდა რომ იყოს სერიოზული, კონკურენცია თავარი არის პროდუქტზე დაყრდნობით და უნდა შეიქმნას ახალი პროდუქტები, კონკურენტუნარიანი, კიდევ უფრო დახვეწილი და რაღაცა ინოვატორი. მე რაც ძალიან მომწონს ჩვენი კომპანიისა, ძალიან ბევრი მიმართულებით ვართ ინოვატორები, ახლა ამაზე არ ვისაუბრებთ, მაგრამ ბევრი მიმართულება არის, რაც პირველები ვიყავით და ეს ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ძალიან მიყვარს, აი ამაში პირველები ვიყავით. აი რაღაც მინდა რომ მუდმივად ხო რა. სხვა დროს მაგას. რაღაცეებში მინდა რომ პირველები ვიყოთ და ნუ რა თქმა უნდა პროდუქტის დახვეწაზე, ახალი პროდუქტის შექმნაზეა საუბარი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ბაზრის იმ აუთვისებელი ნაწილის
ანუ ხო, კი, განვითარდა ნინო საუბრობს. არის ხო ეგ სეგმენტი კიდე ძალიან დიდი. აი სუბლოკაციურადაც კი გაგიკვირდება და რეგიონი შეიძლება იყოს რომელიღაცა აბსოლუტურად დაუსხვეველი. ინტერესიც არ გააჩნდეთ დაზღვევი და ვერ დააინტერესო იმ რეგიონში ან სოფელში ან ქალაქში ერთი ადამიანიც და ანუ არათუ კორპორატიულად დაზღვევაზე, რაც რა თქმა უნდა ძალიან დიდი სამუშაოა, იმიტომ რომ ну გვინდა რომ ისეთივე ფუფუნებაში ჩავერთოთ როგორც სხვა დანარჩენი თქვა კონკრეტულად. ანუ აქ იდეაში რაღაცა ლიმიტი და საზღვარი არ არის, როგორც თქვენი პასუხიდან გავიგე. აი შეიძლება იყოს რეგიონალური დაფარვა, რაც პირდაპირ გეოგრაფიას და ადამიანებამდე მიწვენობას ქვია და დასრულებული იგივე ნინო რაც წეგან მახსენე, არის მაგალითზე პროდუქტის მოქნილობა და ახალი პროდუქტები, რომელიც ასევე არის რაღაცები. ხო კი, ახალი პროდუქტები, ეხლა ზოგადად გვაქვს გეგმაში რომ ჩავუშვათ ახალი პროდუქტი, რომელიც იქნება პრაქტიკულად უგამონაკლისო პროდუქტი, იმიტომ რომ ისე იხვეწება ბაზარი, დაზღვეულებს არა სიტყვა არ უყვართ, შესაბამისად ძალიან მალე დავეზღვიე და მინდა. კი, რეალურად შენი პაკეტის ფარგლებში გვინდა რომ გქონდეს პროდუქტი, სადაც ყველაფერი ეგინაზღაურდება და არ იქნება გამონაკლისი. თავარი კომპანიების ნება იყოს, რომ დააზღვიონ მათი თანამშრომლები, კიდე ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ მაინც ყველაზე დიდი ჯანმრთელობის მიმართულებით შემსყიდველი არის სახელმწიფო დღეს. დაზღვევის შემსყიდველიც და შესაბამისად ძალიან დიდი წილი არის კომპანიების, რომლებიც არ ზრუნავენ და ალბათ ძალიან კარგი იქნება თუ სხვა კომპანიების გამოცდილებას გაიზიარებენ და ინვესტიცია ეს ადამიანურ კაპიტალში. ეს არ არის მხოლოდ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ან სოციალური პასუხისმგებლობა. ჩადონ ეს ინვესტიცია დაზღვევაში. და რაც თავარია სახელმწიფომაც უფრო მეტად როგორ ვთქვათ, გაიმყაროს იმედიანობა თუ არ ვიცი რა დავარქვა, რომ ამ ინსტიტუციის გამოყენება იმ ფინანსების მართვაში, რაც ყველაზე დიდ თავის ტკივილად დაუბრუნდათ მთელი ბოლო წლების განმავლობაში, მგონია რომ ყველაზე მთავარია, მაგრამ რაღაცა რუბიკონია გადასალახი და იმედი მაქვს ეს რუბიკონი მალე გადაილახება. კარგი, ვიღებთ მოწვევას და მარტის დასაწყისში შევხვდებით ახალ ჰავში. ურმესი მადლობა მომბრძანებისთვის, ნინო ნოღაიდელს, სადაზღვევო კომპანია Benefits-ის სამედიცინო დირექტორს, ლიკა ჩიკოგიძე, Benefits-ის კომერციული დირექტორის მოადგილე და მადლობა მომბრძანებისთვის მარიამ ჩოგოვაძეს. მარიამი FS საქართველოს ადამიანური რესურსების მართვის დირექტორი გახლავთ.